ის რაც ყველას რაციონშია, მცენარეული ზეთი უკვე დიდი ხანია მეცნიერების კვლევის ობიექტია. ამ ცხიმის კანცეროგენულობა არაერთმა კვლევამ დაადასტურა. ამჯერად მეცნიერებმა ზეთისგან მომავალი ახალი საფრთხე აღმოაჩინეს. ირკვევა, რომ მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებული მცენარეული ცხიმი შესაძლოა ქალებში ძუძუს სიმსივნის ყველაზე აგრესიული ფორმის, ტრიპლ ნეგატიური კიბოს გამომწვევი გახდეს. ექიმები ამ ვერაგი დაავადების სტატისტიკის ზრდაზე საუბრობენ. გაზრდილ სტატისტიკას შეიძლება სხვადასხვა მიზეზები ქონდეს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს კვლევა, ასე ვთქვათ, გადმოითარგმნოს ადამიანებში, ასევე დარეგისტრდეს, რომ ნამდვილად რისკ ფაქტორია. კვლევა მოიცავს ტრიპლ ნეგატიურს, ეგრეთ წოდებულ სამმაგად უარყოფით სარძევე ჯირკვლის ავთვისებიან კიბოს და სამკურნალოდაც ცოტა უფრო გამოწვევას წარმოადგენს მედიცინაში. ონკოლოგები ამბობენ, რომ არაჯანსაღი მცენარეული ცხიმი ძუძუს კიბოს გარდა შეიძლება გახდეს ასევე ფილტვის კიბოს გამომწვევიც. მაღალ ტემპერატურებზე, როდესაც ხშირად ადამიანი წვავს საკვებს, ნებისმიერ საკვებს არ აქვს მნიშვნელობა და ეს ზეთია გამოყენებული მცენარეული, ცუდად ვენტილირების შემთხვევაში საკმაოდ გაზრდილი იყო ფილტვის კიბოს რისკი. იყო დიდი კვლევა ჩატარებული და აღმოჩნდა, რომ ეს დამტკიცებული რისკ ფაქტორია, შეისუნთქავს და სასუნთქი გზის სისტემების კიბოს რისკი იზრდება. ხშირად გამოყენების შემთხვევაში, როდესაც ეს ზეთი არ იცვლება და ამ ზეთში თუნდაც ორჯერ ერთი და იგივე ზეთში პროდუქტი მზადდება, აქ არის გასტროინტესტინური კუჭ-ნაწლავის სისტემის ავთვისებიანი დაავადების მომატებული რისკი.